აქტუალურობა დაკარგა ისეთმა შეკითხვა, როგორიც არის რატომ არ თხოვდები. სამაგიეროდ ახლა მეკითხებიან, რატომ წამოვედი სამსახურიდან, სადაც ბოლო 7 წლის განმავლობაში სტაბილურად ვმუშაობდი. რატომ წამოვედი სამსახურიდან, მინდა ვუთხრა მათ და ასევე მინდა გითხრა თქვენ, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. დროთა განმავლობაში ხვდებოდი, რომ ვაგროვებდი გარკვეული სახის გამოცდილებას, კომპეტენციას, თავდარჯერებას, რწმენას, ვაგროვებდი რაღაც ისეთს, რაც სამომავლოდ აუცილებლად დამჭირდებოდა ზრდისთვის. ვაგროვებდი აქტივებს, როგორც მატერიალურს, ასევე არამატერიალურს კონტაქტებს და მივხვდი, რომ ის სამსახური, სადაც ვიყავი, სადაც ძალიან მიყვარდა ჩემი უფროსებიც, უმცროსებიც, მიყვარდა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი, თავს გრძნობდი ძალიან სტაბილურად, კომფორტულ გარემოში, მივხვდი, რომ ეს გარემო აღარ მაკმაყოფილებდა. მივხვდი, რომ ის ხელფასი, რომელიც თვის განმავლობაში მერიცხებოდა, აღარ მაინჭებდა სიხარულს. ასევე მივხვდი, რომ დილით, როდესაც ვიღებდი, უკვე აღარ მიხარობდა სამსახურში მისვლა. უკვე ვიცოდი, ვინ რა დროს გაიცინებდა, რაზე გაიცინებდა, დღეს რას შეჭამდა, რაზე იჩხუბებდნენ, როგორი klienti იქნებოდა, როცა ტელეფონზე ვინმე მირეკავდა, ზუსტად ვიცოდი უკვე რა ტექსტით მომართავდა და ასე შემდეგ. და მივხვდი, რომ საჭირო იყო რაღაც ახალი განსხვავებული, რაღაც ისეთი, რაც მომცემდა drives, სიხარულს მომანიჭებდა და მაშინ უკვე დავიწყე სრულვა, როგორ უნდა გადავსულიყავი აი ამ კომფორტის ზონიდან ახალ რეალობაში, რომელიც იქნება უფრო გაცნობიერებული, იქნება უფრო წარმატებული, უფრო რეალიზებული და იქნებოდა ისეთი, როგორიც მე მინდომებოდა. პირველი რაც გავაკეთე, დავიწყე ძიება იმის, როგორ უნდა გადავსულიყავი აი ამ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე. ძალიან ბევრი ძიების კვლევის შემდეგ შევიმუშავე ის სისტემა, რაც ამ ყველაფერში დამეხმარა, შევიმუშავე ასევე ის მეთოდოლოგია, რაც ამ პერიოდში გამოვიყენებ და ამიტომ მინდა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიზიაროთ. თუ კი თქვენ ახლა ეძებთ ახალ გზას, თუ კი ფიქრობთ, რომ გაიჭედეთ ერთ ადგილზე, თუ კი ფიქრობთ, რომ რაღაც ახალი გჭირდება ცხოვრებაში და უკვე მეტი შეგიძლიათ დამემგზავროთ წარმატების გზაზე არ ჩამოუჩეთ, წინ საინტერესო ამბებს გაგიზიარებთ, მიყვარხართ, მადლობა და ხონდის.